გაძარცულია ეკლესია მონასტრები, სერიული მძარცველი პოლიციამ ერთ-ერთი ქურდობის დროს პირდაპირ ეკლესიაში დააკავა. თუმცა მანამდე 34 წლის ბრალდებულმა 16 სალოცავი გადარსვა, მათ შორის მრავალსაუკუნოვანი ტაძრები. წაღებულია შესაწირის თანხა, ბიბლია, ჯვრები, ხატები და სხვა სიწმინდეები. ბრალდებული გორიდანაა. გაძარცული ყველა ტაძარი კი კახეთში მდებარეობს. 34 წლის მამაკაცს ეკლესია მონასტრებიდან თანხის და ძვირფასი ნივთების წასაღებად წინასწარ სქემა ჰქონდა შემუშავებული. ის ჯერ საძიებო სისტემაში რუკაზე ეძებდა სალოცავებს, ადგენდა ადგილმდებარეობას, შემდეგ კი ძარცვავდა. გამოძიება ტაძრებისთვის მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლის. მირიამ ბოქოლიშვილის რეპორტაჟი. უჯარმაში ავალიშვილების საყდარის სახელით ცნობილი ეს ტაძარი ახლა წმინდა ნიკოლოზის სახელობისაა. 1755 წელს აგებული სალოცავი სერიული მძარცველის პირველი სამიზნე გახდა. ახალგაზრდა მამაკაცმა წინა სააღდგომო დღეებში ჯერ ტაძრის კარი, შემდეგ კი შესაწირი ყუთი გატეხა და მორწმუნეების მიერ გაღებული თანხა მთლიანად გაიტაცა. არ მგონია რომ ისეთი გავლენა ოჯახშედის დაანთებს სამწესო იმას გაეკეთებინა და ეგ არ ვიცი ალბათ მიზან მიმართული იყო რა იყო ვერ გეტყვი. სოფელი უჯარმა დანაშაულის ერთადერთი ადგილი არ ყოფილა. კურიერი პიესმა გაარკვია, რომ კახეთის 4 მუნიციპალიტეტში 34 წლის მამაკაცმა ერთდროულად 16 ტაძარი გაქურდა. არა იპარო, ეს ერთ-ერთია 10 მცნებიდან, რომელიც თითქმის ყველა ტაძარშია გამოკრული. თუმცა, როგორც ჩანს, სერიული მძარცველი დანაშაულის დროს ვერც ამ შეგონებამ დააბრკოლა. ესე უბრალოდ გავიგებნე, რომ გატეხეს, ეგონათ ეთყობა, რომ ბევრი იყო ფული. გომბორი, ახაშენი, მუკუზანი, ძირკოკი, კარდენახი, ანაგა, ვაქირი. ეს იმ სოფლების არასრული ჩამონათვალია, სადაც მძარცველმა სალოცავებში განთავსებული შესაწირი ყუთები დააცარიელა. წაღებულია ფული, ჯვრები, სხვადასხვა საეკლესიო ნივთი და ბიბლია. ბევრი უფრო გაჩერებულა, ჩამოსულა სამთელი დაუნთია, შედიან გამოდიან ჩაულები. თუ აღამისას უნდა შევიდეთ, 15 წელი სავადაპირო რა კურიერი პიესმა გაარკვია დამნაშავის ვინაობა. ის გორში მცხოვრები კობა კობერიძეა, რომელიც უკვე დაკავებულია. ექსკლუზიურად მოვიპოვეთ ბრალდებულის ჩვენებაც, სადაც ის დანაშაულის ყველა ეპიზოდს აღიარებს. ეკლესიების გაქურდის განზრახვით თბილისიდან კახეთის მიმართულებით წამოვედი ჩემს სარგებლობაში არსებული ავტომანქანით. დანაშაული ჩადენილი მაქვს რამდენიმე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოფლის ეკლესიებში. მათ ადგილმდებარეობას ვადგენდი ტელეფონში, Google-ის საძიებო სისტემით. სპეციალური ხელსაწყოთი ვტეხდი შესაწირ ყუთებს და ვიღებდი თანხას. ასევე დავეუფლე სხვადასხვა საეკლესიო ნივთებს. ბრალდებულის ადვოკატმა საქმეზე საუბარი არ ისურვა. პროკურორი კი გვიდასტურებს, რომ კობა კობერიძე ტაძრების გაქურდვის მიზნით კახეთში წინასწარი განზრახვით ჩავიდა და 4 მუნიციპალიტეტში არაერთი სალოცავი გაქურდა. ჩხრეკისას ამოღებულია როგორც თანხა, ისე საეკლესიო ნივთები. ბრალდებულს სახლის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, შესაწირი ყუთიდან მოიპარა ფულადი თანხა, ასევე მოიპარა სხვადასხვა ნივთები და მას ბრალი დაედო საქართველოს სისხლის კოდექსის 177 ხმის მეორე ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტით. ბრალდებულის ოჯახი გამოძიების ვერსიას ეჭქვეშ არ აყენებს. კობა კობერიძის დედას გორში საცხოვრებელ მისამართზე ჩავაკითხეთ. მშობელი გვიდასტურებს, რომ მისი შვილი ქურდობის ბრალდებით წარსულშიც ორჯერ იყო გასამართლებული. ალბათ დაღნაშავია და მაგიტო თორე უდანაშაულოს სხვა დაიჭერნა. ანუ ეჭვი არ გეპარებათ, რომ რატო უნდა შემეპაროს? კი, არა, ჯერ არ ვიცი სასამართლოს გადაწყვეტავს და წარსულშიც სასამართლო იყო, რამდენჯერ? მესამეთია. ეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში მდებარე იოანე ნათლისმცემლის ტაძარია. სერიული მძარცველის ბოლო გაჩერება. აქ ეკლესიის ქურდობა კობა კობერიძისთვის წარუმატებლად დასრულდა. პოლიციამ მას დანაშაულის ადგილზე მიასწრო და ხელბორკილები პირდაპირ ტაძრის ტერიტორიაზე დაადო. დაგვირეკეს, რომ ეგეთი ამბავია ეკლესია გატეხეს. ეგი იქ მანქანა იდგა. რა ის ვინც იყო? არ ვიცი თქვენს რომ იმისია.
ეკლესიების ქურდობის 16 ეპიზოდში მხილებული კობა კობერიძე უკვე პენიტენციურ დაწესებულებაშია. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიება კი ტაძრებისთვის მიყენებულ ზიანს ითვლის.